has got no money, he's got no strong beliefs. My love has got no power, he's got no strong beliefs. My love has got no future, he's got no strong beliefs. My love has got no money, he's got no strong beliefs. One more and more, people just want more freedom and love. What he's looking for, more and more, people just want more and more freedom and love. What he's looking for, free from desire, money, senses, free fire, free from desire, money, senses, free fire, free from desire, money, senses, free fire, free from desire. La 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 ლიდერბოლი 2025, რომელსაც წარმოგიდგენთ ლიდერბეტი და Sports Production Studio. ჩემთვის დიდი პატივი გახლავთ ვიყო თქვენთან ერთად და წარუძღვე ამ უნიკალურ შოუს, რომელსაც თამამად შემიძლია თქვა, რომ პრეცედენტი არ გააჩნია მთელს მსოფლიოში. ანალოგი არ არის ამ შოუსი, ეს იქნება მოულოდნელობებს გახსავსე და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი. თქოს მოემზადოთ ლიდერბოლის გრანდიოზული ტურნირისთვის, რომელშიც ერთმანეთს ხვდებიან ჩვენი საამაყო სპორტსმენები. ქართული სპორტის სხვადასხვა სპორტის სახეობებში მოქმედი ჩემპიონები და ლეგენდარული ადამიანები, რომლებმაც ქართული ფეხბურთის ისტორია შექმნეს და ქართული ფეხბურთის სული დაგვანახეს. მსგავსი კოლაბორაცია ჯერ არსად არ მომხდარა და დღეს ჩვენ ყველა ერთად ხვდებით ამ ისტორიული ამბის ნაწილი. მოკლედ თამაშის შესახებ გიამბობ, ყველამ კარგად ვიცით თამაში გრეხეთბოლი. ეს არის ფეხბურთი ჩოხბურთის კორტებზე, სადაც ერთმანეთს ორ-ორ კაციანი გუნდები დაუპირისპირდნენ. ჩვენ შემთხვევაში გუნდები წილისყრით სამ-სამ გუნდიან გუნდებად არიან გაყოფილები. უკვე წილისყრა ჩატარებულია, რომელი გუნდი რომელ შეხვდება ცნობილია და რაც თავარია,
ტურნირის გამარჯვებული ამ 6 გუნდიდან გახდება საპრიზო ფონდის 50,000 ლარის მფლობელი. ჩვენი ჩემპიონები და დიდებული ფეხბურთელები ახლა ჩვენს თანაწამყვანთან ერთად იმყოფებიან და მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ უმშვენიერესი, უნიჭიერესი, ულამაზესი მის საქართველოს 2017 ნია წივწივაძე. ნია, როგორი განწყობაა აბა თქვენთან? შონზო, მოგესალმებით. განწყობა, რა თქმა უნდა, არის იდეალური, იმიტომ რომ ლიდერბოლი 2025 დაიწყო. ყველაზე გამორჩეული, ყველაზე განსხვავებული, ყველაზე მაგარი პროექტია და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან დიდი პატივია, რომ აი აქ ამ სივრცეში ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ სპორტსმენებთან ერთად. ხოდა მე მიმდინარეობისას ჩავერთვები ხოლმე, გავიგებთ მათ განწყობას, მოლოდინებს, რა ხდებოდა მოედანზე, რას თქვენ არ იცოდით, იმასაც კი მოვისმენთ და სანამ პირველ თამაშზე გადავალთ, მოდი, ჩემთან ერთად ახლა რამდენიმე მონაწილე იმყოფება, ალბათ ყველას ძალიან კარგად ცნობთ, გიორგი დემეტრაძე, დავით ქირია, გურამ თუშიშვილი, გიორგი ქინხლაზარია, ჩემთან ერთად მოდი გავიგოთ მათი განწყობა, მოლოდინები, ნერვიულობენ თუ არა, პირველი მოდი ეს ვკითხოთ. არა, ნერვიულობას ადგილი არ აქვს, მიხარია რომ ამდენ ლეგენდასთან მოგვიწევს თამაში და იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებთ. აი უკვე გიორგის აქ მოლოდინი გამარჯვების, როგორც ალბათ ყველა ფეხბურთელს აქვს ხოლმე გამარჯვების მოლოდინი. მოდი დავით ვკითხო, დავით, ზოგადად გითამაშია თუ არა გრეხეთბოლი აქამდე და ახლოს ხარ თუ არა აი ფეხბურთთან, ამ სპორტთან? იშვიათ თამაშობ ფეხბურთს, მაგრამ დღეს საზეიმო განწყობა არის. ვიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გავერთობით, როგორც ჩვენც ასევე ჩვენი მაყურებელი და ამბიციები მაქვს, გამარჯვება მინდა და მოსაგებად ვართ მას. მოდი გურამსაც ვკითხო, ალბათ რა მოლოდინები აქვს, როგორ მოიწყონს პროექტი, იმიტომ რომ ვიცი რა მანამდე ემზადებოდნენ ერთმანეთის გაიცნეს მონაწილეობა, უკვე ალბათ ერთმანეთის პლუსი და მინუსებიც იციან თამაშის პროცესში და ნახოთ აბა მას რა მოლოდინები აქვს. მოლოდინები რა თქმა უნდა ჩემპიონობის სურვილი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ დაძაბული ბრძოლა იქნება, მაგრამ მაინც გამარჯვებულები ჩვენ დავრჩებით. აი ესეთი მოლოდინებია, რომ გამარჯვების სურვილი აქვს ყველას, რაც ძალიან კარგია. მონაწილეობა ძალიან კარგია, თუმცა რატომაც არა გამარჯვება. გიორგი, შენ რას ფიქრობ? უშის ვეთანხმები, ფერების მიხედვით მე მგონი უნდა მოვიგოთ, იმიტომ რომ 3-2-ზე ვართ. ამიტომ ნახოთ. კი, მეც თქვენ გუნდში გავდივარ ამ ფერების მიხედვით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მინდა რომ წარმატებები გისურვოთ და მოკლედ ჩვენთან ესეთი ამბებია და ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ და ველით პირველ თამაშს. მინდა ვთქვა, რომ ლიდერბოლი 20-25 დაიწყო. პირველი გუნდი აჩი არველაძე და ლევან საგინაშვილი. მოგესალმებით. აჩი, ლევან, აბა რა მოლოდინებია? პირველ თამაშს თქვენ ხსნით, ალბათ რაღაც დამატებითი ცოტა სანერვიულო არის, ხო? ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დღეს შენ თავზე უნდა აიღო ყველაფერი. ჩემ თავზე ავიღებ თამაშს. რა ვიცი. დავერთობით ხო? თუმცა საბრძოლო განწყობით ვარ. დილით გავხვდი. მოწინააღმდეგეები ყავს და ამიტომ სერიოზულად გვინდა რომ ეს თამაში ცოტა რა თქმა უნდა გავერთოთ, მაგრამ აზარტი მაინც გვექნება. ვაკებეროთ ჩვენ ცოტა მოვდუნდეთ სპეციალურად, ძალიან სერიოზული გუნდია და ვნახოთ, კაი თამაში. თაბალაშა, შენ რა განწყობა გაქვს? ნუ მანამდე არ მითამაშია, ესე ვფიქრობ გავერთობი და რა თქმა უნდა განწყობა არის, მოსაგებად შევდივართ და ვესწრებით რომ ჯერ დავამარცხოთ ერთი გუნდი და მერე მივყვეთ დანარჩენს. გიორგი, შენ კი გაგესაუბრე მანამდე, მაგრამ მოდი მეწყვილეზე კითხავ, როგორი მეწყვილეა რომ გითხრა? ორი მეწყვილე არის ლაშა რომ გითხრა? ჯერჯერობით წინა ის არ ქონია ჩვენ ვარჯიშები, მაგრამ ვგზნობ რომ მაგარი მეწყვილე იქნება. კარგი, მე გამოვუშვებ 4-ვე მონაწილეს და რა თქმა უნდა თითოეულ თქვენს წარმატებებს გისურვებ. ტურნირის პირველი თამაშის მონაწილე პირველი გუნდი აჩი არველაძე და ლევან საგინაშვილი. დინამო თბილისის და ტრაბზონსპორის უტაო ლეგენდა. მას ასევე ნათამაშები აქვს ნიდერლანდების და გერმანიის ბევრ კლუბში. ეროვნულ ნაკრებში გამართული აქვს 30-ზე მეტი მატჩი. 90-იანი წლების ლეგენდარული ქართველი ფორვარდი აჩი არველაძე.
გამარჯვებული. ევროარმის 5 გზის გამარჯვებული. სოფლიოში აღიარებული ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელად დაუმარცხებელი ლევან საგინაშვილი. მათი მოწინააღმდეგე გახლავთ გუნდი გიორგი დემეტრაძე და ლაშა გურული. ქართული ფეხბურთის ლეგენდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 50-ზე მეტი მატჩი და 10-ზე მეტი გოლი. პირველი ქართველი, ვინც ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა. 3 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი დემეტრაძე. მისი თანაგუნდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სოფლიო ჩემპიონატების 3 გზის მედალოსანი, ევროპის ჩემპიონატების დათამაშების 3 გზის ფინალისტი, პროფესიონალურ კარიერაში 2 ბრძოლა და 2 გამარჯვება. თუ ეს წინაშეა მოკრივე ლაშა გურული. ესე იგი მოთამაშეები ადგილზე არიან, უკვე ხურდებიან და მათთან ერთად უნდა გაჩნდნენ ჩვენთან ჩვენი ტურნირის მსაჯებით გიგა ჭეიშვილი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გიორგი ვადაჩკორია. მეგობრებო, გთხოვთ მოთამაშეებსაც, მაყურებელსაც ერთად აუხსნათ როგორი წესებით ვითამაშებთ ლიდერბოლს და შემდეგ დავიწყოთ უკვე პირველი თამაში. მოგესალმებით, მოკლედ პირველ რიგში გუნდებს მოუწოდებ სამართლიანი თამაშის წესებისკენ. თამაში გრძელდება 11 ქულამდე. თითო გუნდს თავის ნახევარზე 3 შეხების უფლება აქვს და შემდეგ მეოთხე შეხების შემთხვევაში ქულა ეთვლება მოწინააღმდეგე გუნდს. საკუთარ მოედანზე ოჯახ დავარდნის შემთხვევაში ქულა რა თქმა უნდა მოწინააღმდეგე შეეთვლება. მინდა გისურვოთ წარმატებები და ვისიამოვნოთ დღევანდელი დღით. ერთი თემა მინდა დავაზუსტო ასევე ფრის შემთხვევაში 10-10-ის შემთხვევაში როგორ ხდება. 2 ქულა გადაწყვეტს გამარჯვებულის ბედს. ანუ გუნდი რომელიც 2 ქულით წინ გავა 10-ის მერე ის იქნება გამარჯვებული. კეთილი, საჯებმაც გისურვებთ, მეც გისურვებთ. სამართლიან თამაშს და ლიდერ ბოლი 20-25-ის პირველი თამაში დაიწყო. მაშასე ვიწყებთ ლიდერ ბოლის პირველ შეხვედრას, სადაც ერთმანეთს ხვდებიან აჩი არველაძის და ლევან საგინაშვილის დუეტი, გიორგი დემეტრაძის და ლაშა გურულის დუეტს. ძალა ვერ მოზომა ხალხმა და დატოვა ბურთმა კორტი და 1-0 დაწინაურდნენ დემე და ლაშა. პირველი ქულა მოაქვს ლევან საგინაშვილს თავისი გუნდისთვის. აგერ შეხედეთ როგორი ფილიგრანული ტექნიკით მოახერხა მან ბადეს გადაეცილო, ბადეს შეეხო ბურთი, რა თქმა უნდა წესებში არის, რადგან გადაცდა ბადეს და გადავიდა მოწინააღმდეგის ნახევარში და 1-1 გახდა ანგარიში. ჩააწოდა აჩი არველაძე, მიიღო გიორგი დემეტრაძემ ლაშა გურულის თავური და ამ შემთხვევაში უკვე ხალხმა ძალები ვერ მოზომა და ბურთმა დატოვა კორტის ფარგლები. კორტის მოედნის როგორც გვინდა ისე შეგვიძლია ვუწოდოთ. და 2-1 ანგარიში, თამაში არის 11 ქულამდე ჯგუფურ ეტაპზე. აჩი არველაძე მიიღო, ხალხმა გადააგდო ბურთი, მაგრამ ამ შემთხვევაში გვერდიდან აცდა ბურთი მოედნის ფარგლებს და 3-1 ანგარიში ისევ ჩაწოდებაზე დემეტრაძე.
და აჩის დარტყმის შემდეგ უკვე 4-1 ხდება ანგარიში დემეტრაძის და გურულის სასარგებლოდ. კიდევ ერთი ჩაწოდება მიიღო აჩი არველაძემ და აქ უკვე ჰალკი ვეღარ შეწდებოდა ამ ბურთს, რა თქმა უნდა და კიდევ უფრო დაწინაურდნენ დემე და ლაშა. მე შეგახსენებთ, რომ ამ ქვეჯგუფში კიდევ გაიმართება 2 შეხვედრა და მერე უკვე გაირკვევა ნახევარფინალისტების ვინაობა. აგერ გამეორებით ხედავთ, როგორ დაამუშავა ბურთი ლევანმა და გადააგდო ბეტოქის ნახევარზე და დემეს სანიშნავი თაური. ისევ დემემ ჩააწოდა, აჩი მიიღო, ამ დროს შეუძლია ორჯერ შეეხოს ბურთს და უნდა გადასცეს პარტნიორს. პირდაპირ გადაგდება ჩაწოდების შემდეგ არ შეუძლია, ასეთია წესები. და აქ უკვე აჩი თამაშობს კარგად და ლაშაგურულმა ვეღარ მოახერხა ბურთის შემოგდება უკან და შესაბამისად კულა უკვე შავებს ჩაეწერა. ჩააწვდის აჩი და მიღებაზე იქნება დემე. პირდაპირ გადაუგდო ლაშას და ლაშა კარგი თავურით ახერხებს გადაგდებას ბეტოქის მოედანზე და ისევ დემეს თავური დარტყმა და კიდევ უფრო გაიზარდა ანგარიში. მიიღო აჩი, დაამუშავა და ლევანის თავური არ არის სუსტი. აგერ ხედავთ განმეორებით. ეცადა საკმაოდ კარგად დარტყმას, მაგრამ არ იყო ზუსტი ეს მისი დარტყმა. ამ შემთხვევაში თავიდან უნდა ჩააწოდოს დემეტრაძემ, რადგან ბადეს მოხდა და ისე გადავიდა ბურთი ჩაწოდებისას. აჩი მოახერხა ბურთის შემოტრიალება, ლაშა მაიღო ბურთი, დემეს თაური, ისევ დემეს თაური და ბადესთან შესანიშნავად თამაშობს გიორგი დემეტრაძე. და კიდევ ერთი კულა მოაქვს თავისი გუნდისთვის. შეგახსენებთ, რომ 11-მდე არის ჯგუფურ ეტაპზე შეხვედრები და აქ ვერ გაუგეს ერთმანეთს აჩიმ და ჰალკმა. აქ ჰალკს ალბათ შეეძლო რომ გადაეგდო, მაგრამ ეგონა გადადიოდა ბურთი ისედაც ბადის იქით, მაგრამ ასე არ გამოდგა და ამ შემთხვევაში უკვე დემე შეცდა, მისი დარტყმული მოხდა ბადეს. და აჩი ჩააწვდის ბურთს. ლაშაგურულის თავური და დასრულდა შეხვედრა პირველი ჯგუფში პირველი შეხვედრა დასრულდა ლაშაგურულის და გიორგი დემეტრაძის გამარჯვებით, მაგრამ აჩის და ლევანს კიდევ ექნებათ ერთი თამაში და მათ აქვთ კიდევ შანსი იმისა, რომ გავიდნენ ნახევარფინალში. დაველოდოთ მომდევნო შეხვედრებს. პირველი თამაში დასრულებულია და მოდი ახლა გავესაუბროთ მონაწილეებს და შეაფასოთ თავიანთი თამაში, ზოგადად ტურნირით შევაფასოთ ერთად. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და განსაკუთრებით ლევანმა დამაჯერა. ოჩახ ლევან. მეც კმაყოფილი ვარ. ნატალია წავაგეთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. მართლა ძალიან კარგი იყო. თან გარედან მარტივი ჩანს ხოლმე, მაგრამ მე მგონი უშუალოდ მოედანზე არც ისე მარტივია რა. არა, ძნელი იყო, თავიდან ვაგებდით, მაგრამ ღირსეული წყვილია, ჩვენ უფრო გამოგვივიდა, იმედი მაქვს, რომ შემდეგ თამაშს მოვიგებს. ჩვენი ლეგენდარული წყვილი. ლაშა, გიორგისთვის რა თქმა უნდა, ძალიან ნაცნობია გერხეთბოლი და შენთვის როგორი იყო პირველი თამაში? ნუ რავი, ჯერ სიმართლე რო გითხრათ, ვერც მოვასწარით, ადაპტირება უკვე მორჩენილი იყო თამაში. პირველი თამაში ყოველთვის რთული არის და შემდეგ თამაშებში უფრო გავიხსნები და უფრო საინტერესო თამაშები იქნება ჩემი აზრით. უსურვებ ჩვენს კონკურენტებს შემდეგ თამაშებში გამარჯვებას, ოღონდ ჩვენთან არა. ერთმანეთს ფინალში. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ კი დაველოდებით მეორე თამაშს.